მე ოჯახი სახელმწიფო ამ სახელწოდების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა ტექნიკურ უნივერსიტეტში. მიზანი ახალგაზრდების წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრა, ეროვნულ კულტურული ღირებულებების პოპულარიზაცია და ინტეგრაცია. პროექტი 2026 წლის თებერვლის ბოლოს დასრულდება. მედის შეტევა, გამიზნული შეტევა იმ ტრადიციულ ღირებულებებზე, ისეთ ღირებულებებზე, როგორც არის ოჯახი, სამშობლო, სარწმუნოება. აი არ ვიცით როგორი იქნება ხვალინდელი დღე და აი ამ რთულ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ ახალგაზრდობას კონდეს სწორი ორიენტირება. ეს არის ძალიან კარგი პროექტი სწორედ იმიტომ რომ მათ აძლევს საშუალებას თვითონ იმუშაონ, თემატიკას გაეცნონ, თავისი აზრები ჩამოაყალიბონ. პროექტი იმდენად საინტერესოა სახელწოდებიდან გამომდინარე, შინაარს რომ თავი დავანებოთ მე ოჯახი და სახელმწიფო, რომ ეს არის ის სამი ფუნდამენტი, რომელიც საერთო ჯამში ქმნის აწმყოს, რომელი აწმყოც არის დაფუძნებული იმ ოჯახიდან, რომელი ოჯახიდანაც ეს ახალგაზრდები გამოდიან იმ ფასეულობებზე, იმ მარადიულ ღირებულებებზე, რომელზეც ქართული ოჯახი იდგა და საერთო ჯამში ეს ყველაფერი ქმნის სახელმწიფოს. მიხარია რომ ძალიან ბევრი ბავშვები არიან ჩაფსულები, ახალგაზრდები, ჩვენი შვილები და გვექნება პრეზენტაცია, რომელიც ისინი შემდგომ იმუშავებენ, შეადგენენ თემებს, დაწერენ პროექტებს, რომელიც შემდეგ გაიმარჯვებს და ახალგაზრდები იქნებიან ნამდვილად ქრისტიანულ სახელმწიფოში, რომელიც 1700 წელი უნდა ვიზიაროთ ჩვენ 26 წელს, ჩართული და ჩვენი ახალგაზრდობა გააგრძელებს ცხოვრებას ეროვნულ ტრადიციებს. პროექტში უკვე ჩაერთო 21 უმაღლესი სასწავლებელი, ასევე რამდენიმე პროფესიული კოლეჯი. დიასპორებიდან უკვე ჩაერთო 17-ზე მეტი დიასპორული ორგანიზაცია მხოლოდ ევროპის მასშტაბით, ასევე ჩაერთნენ შვედეთიდან, ნორვეგიიდან, ამერიკიდან, აღმოსავლეთის ქვეყნებიდან. ჩვენ მოხარული ვართ იმით, რომ ახალგაზრდებში გამოიწვია ჩვენმა პროექტმა ძალიან დიდი დაინტერესება და ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი პროექტი გარკვეულ წვლილს შეიტანს იმ გამოწვევების წინაშე, რაც დღეს ახალგაზრდების წინაშე დგას. მოამბე 6 საათზე ამით დასრულებული აქვს. მადლობთ ყურადღებისთვის.